მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ვისწრებთ გადაცემას ახალი პარადიგმა, მე მისი წამყვანი თენგო ომანიძე გახლავართ. დღევანდელ გადაცემაში ჩვენი სტუმარი იქნება პროფესორი ანალიტიკოსი ბატონი დემურ გიორხელიძე. მოგესალმებით ბატონო დემურ, დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ჩვენს ქვეყანაში განვითარებული ამ ბოლო პერიოდის მოვლენების დროს არ მქონია შესაძლებლობა რომ თქვენთან ერთად შემიფასებინა ეს მოვლენები, ამიტომ საინტერესო იქნება სულ თავიდან რომ მივყვეთ. პროტესტი თბილისის და არა მხოლოდ თბილისის, სრულიად საქართველოს მასშტაბით გრძელდება. ვინ არიან ამ პროტესტის მთავარი აქტორები? ერთი მხარე გასაგებია, ეს არის ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილი. აი, ვინ არის მეორე მხარეს მთავარი აქტორი? ეს ალბათ არის ყველაზე აქტუალური კითხვა. ეს არის ქართველი ხალხი, ეს არის ოპოზიცია თუ ეს არის დასავლეთი? მარტივი პასუხი არ გამოგვივა, მოდი დავალაგოთ ყველაფერი, იმიტომ რომ გადაცემის ფორმატი ამის საშუალებას იძლევა. პირველი მთავარი, არანაირი პროტესტები შეიძლება არ ყოფილიყო, არანაირი, ვერ იქნებოდა. ხელისუფლება რომ 2 წელი არ ამზადებდეს ამას, ხელისუფლება ვის ქვია საქართველოში, ასეთი რამ არ არსებობს საქართველოში. კონსტიტუციური ხელისუფლება ნომინალურია. არის ერთი პიროვნება, მთავარი, ყველაფრის დამგეგმავი, თავისი შეხედულებების ფარგლებში, გაუგებარი ხალხის მეშვეობით, ვინ არის მისი გაწარმოება, არავინ არ იცის. ხელისუფლება კი უბრალოდ არის პატარა რამეების შემსრულებელი, რა დავალებასაც იღებს. საქმე ის არის, რომ რატომ არ იქნებოდა პროტესტები. მოდი დავიწყოთ 2023 წლის მარტის მოვლენებით, როცა აბსოლუტურად ტყლაპო კანონი შემოგდებული იქნა, აბსოლუტურად არასაჭირო დროს მიმკვდარული ოპოზიციის მობილიზაციის მთავარი წყარო გახდა. როდესაც მე მაშინ მივწერე პრემიერ-მინისტრს ღარიბაშვილი იყო ღია წერილი, მე ვიცი რომ ხმაური გამოიწვია, მაგრამ მე ერთმა პიროვნებამ, რომელიც ჩემი საქმითა ვარ დაკავებული. თუ მე ვიცი რომელ უნივერსიტეტებში საზღვარგარეთიდან მოგზავნილი ემისრები, როგორ ასწავლიან სკოლის და სტუდენტ ახალგაზრდობას, მოლოტოვის კოქტეილების დამზადებას, გამოყენებას, როგორ უნდა მოაწყონ და ყველაფერი ორგანიზებული იყო შესანიშნავად. რეპეტიცია გაიარეს, ასე თუ ისე ეს ყველაფერი ჩაკრა. ხელისუფლების გარეშე ვერაფერი ვერ მოხდებოდა. შემდეგ გავიდა ის, რომ ოპოზიცია კვლავ მიძინებული იქნა, ამდენად მომავალი არჩევნებისთვის, თუ ის მდორე დინარება მოვლენებისა გავიდოდა, ჩვენ მივიღებდით მიმკვდარულ სიტუაციას და შეიძლება კიდევ უფრო უარესი უბედურება მოხდარიყო, რომ ოცნებას მიეღო კვლავ კონსტიტუციური გარანტირებულად მოიგებდა. ამიტომ წელს სრულიად კატასტროფულ სიტუაციაში, როდესაც არანაირი ამის საჭიროება არ იყო, ხელისუფლებამ შემოაგდო ისევ ეს კანონი. პოლიტიკური თვალსაზრისით ეს იყო ანუ ვიცობა, მაგრამ უვიცობა არ იყო, ეს იყო პროვოკაცია. ხო, მაგრამ რაში დაჭირდა ხელისუფლებას? ძალიან მარტივი რამისთვის, შეხედულებების ფარგლებში საუბარია ამ გზით, არა პოლიტიკური არამედ მოხუთვა ამ სიტუაციისა, მაგრამ როდესაც შენ გინდა ვინმეს მოხუთვა, როგორი სუსტიც არ უნდა იყოს, ამ დროს შენ კვებავ მას, გამიგეთ რა, გარდა იმისა, რომ დასავლეთი კვებავს და სოლიდურად კვებავ შენც, როგორც არაფორმალური მმართველი, საყოველთაოდ პოლიტიკურ წრეზე ვსაუბრობ, ვისთვისაც ეს საიდუმლო წარმოადგენს, ხო? შესანიშნავად იქნა ორგანიზებული. მოდით ახლა მივიდეთ იქამდე, რაც სულ ახლახან მოვლენებში იყო. მე ყველაფერი ამას ვუყურებ პოლიტიკის თვალით, მითხარით ერთი, რატომ უნდა გამოხვიდე ქვეყნის პირველი ფორმალური კონსტიტუციური პირი, რომ თქვა, რომ წყვეტ ურთიერთობას ევროპასთან, მოლაპარაკებას
როცა არანაირი მოლაპარაკება ბუნებაში არ არსებობს ესე. როცა არ არსებობს ბუნებაში ასეთი მოლაპარაკება და საქართველოს ევროკავშირში მიღება დღის წესრიგში არ დგას. 30 წელს რა იქნება? რა სიტუაცია იქნება? ამას დღეს ვერავინ ვერ იტყვის, იმიტომ რომ საშინელი მდგომარეობა მთელ მსოფლიოში და კიდევ დარჩენილია ერთ თვემდე, და როცა კაცი შვილმა არ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები. ეს ერთი. მეორე. როდესაც შესანიშნავად იცი, რომ მსოფლიოში არ ყოფილა ჯერ შემთხვევა, რომ ხელისუფლება დაემხოს სკოლის მოსწავლეებს და სტუდენტებს. რომ რევოლუცია მოეხდინოს ახალგაზრდებს და ისინი მოწყუების გზით ძალიან ხის შეფასებებს გავაკეთებ, წინა ხაზზე იყვნენ დაყენებული. გავიძახი. მე გული მტკივა ის, რომ ჩემი ქვეყნის მომავალის რაღაცა ნაწილი მოტყუებულია და წინა ხაზზე დააყენეს პარტიული ლიდერები არ ჩანან ამ პროტესტში და მე ვსვამ კითხვას. იმიტომაც სკოლის ორგანიზებები ვინ გააკეთა? საინტერესო კითხვაა. როგორ თქვენ უშვებთ იმას, რომ განათლების სამინისტროს ნებართვების და მითითების გარეშე ვინმე სკოლიდან გაბედავს იმას, ხო შეიძლება ვიღაცამ გაბედოს, მაგრამ ეს ცუდად დამთავრდება იმავე ნამდვილად არ იქნება. ერთ საათში, როგორც კი ცნობილი გახდება, ის სკოლა უბრალოდ თავის ხელმძღვანელობიანად არ იარსება. ესე იგი, ბავშვების ორგანიზება ჩემთვის გამოუგნებელია ის კაც, რომელსაც ჩემი თაობის კაც, რომელსაც ყველაფერი უბედურება უნახავს და არა დამკვირვებელი ყოფილა, არამედ რაღაცეებში აქტიური ვიყავი, რაღაცეებში ყოველთვის ამ საზღვრების წინააღმდეგი ვიყო და ეხლაც ვაქტიურობ იმისთვის, რომ იქნებ როგორმე შევაგნებინოთ ხელისუფლებას, რომ გარდამავალი პერიოდი დავსახოთ და რბილი გადასვლა გავაკეთოთ და მოვაწესრიგოთ პოლიტიკური ცხოვრება, ამაზე ცალკე გეტყვით. ამაზე აუცილებლად. ესე იგი, ხას უსვამ ახალგაზრდებს, მე ვიღაცები ზოგადად წერენ, რომ შენ ახალგაზრდები არ, მე თუ არ მიყვარს ახალგაზრდები, ვის უყვარს 3600 სტუდენტი გაიარა და მე რაც საგნები მაქვს წაკითხული ახალგაზრდებისთვის, დღეს საქართველოში ამ სპექტრის ურთულესი მათემატიზირებული საგნები წაკითხული კონდეს, ნელა თუ ვინმე 1-2 კაცი მოიძებნოს, საეჭვა რომ მოიძებნოს, საინჟინრო მათემატიკური საგნები და ფინანსები და ეკონომიკა. უბრალოდ ვერ იქნება. ამიტომ მე გული მტკივა იმისთვის, რასაც ხედავ, დიახ, გეუბნებით ახალგაზრდებს, თქვენ ხართ ძალიან მაგრად მოტყუებული, იმიტომ რომ თქვენ დაგარწმუნებს, რომ წინა ხაზზე უნდა ყოფილიყო. ნუ თუ არ ფიქრობთ იმას, რომ თქვენ ახალგაზრდებს, რომელსაც პოლიტიკაში არ შეიძლება კონდეს ცოდნა, არ შეიძლება კონდეს იმის გაგების უნარი, რომ რა გეოპოლიტიკური სიტუაცია ქვეყნის ირგვლივ, რა საფრთხეებია, როგორ შეიძლება ამ საფრთხეების თავიდანადე და შედიხართ pirდაპირ მან საერთოდ ირაციონალურ მოვლენასთან გვაქვს ბატონო დემურ საქმე, ჩემი აზრით, იმიტომ რომ ძირითადად მონაწილეობს ამ პროტესტში და თან იძახის, რომ ესო ან პოლიტიკა არ მაინტერესებს. მონაწილეობა პოლიტიკური პროტესტის ავაცენაზე და არ აინტერესებს პოლიტიკა. მოხდა ის, რომ აი ინერცია, ახალგაზრდების ნაწილი, რომელიც კარგად ორგანიზებული იყო და შემდეგ დაიწყეს სხვა ახალგაზრდების, რომ იტყვიან, არ მიყვარს ის სიტყვა. დამუნათება. და ბევრი ახალგაზრდა მივიდა გულწრფელად, თუმცა აპროტესტებდა იმას, რაც სრული აბსურდია, რომ თურმე ჩვენ ევროპაში გვიღებენ და ვიღაც საზიზღრები ევროპაში არ გვეუბნებიან და ამიტომ ჩელიაბინსკში, ანუ ესე იგი რუსეთის შემადგენლობაში უნდა შეგვე, რაც სრული იდიოტიზმია, ჩამოყალიბებული იდიოტიზმია ერთიც და მეორეც. არავითარი უკანა ეზო საქართველოს რუსეთისა არ იქნება, თუ ქვეყანა ხელისუფლების, პასუხისგებლობის მქონე ხელისუფლების იქნება, ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ, რუსეთს აქვს თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები და მისთვის სამხრეთ კავკასია სასიცოცხლოდ საშიშია. გამიგეთ რა.
იმის გამო რომ თუ აქ მისი დაპირისპირებული და განადგურებას რომ ცდილობს ის მხარე იქნება დომინირებული, მაშინ რუსეთი ვერანაირად ვერ აიცილებს თავიდან შიგადიდ ომს. როგორ? პირველ რიგში ჩრდილო კავკასიას აუფეთქებენ და შემდეგ ვოლგისპირეთის მეშვეობით უზარმაზარ უმდიდრეს მუსულმანურ რესპუბლიკებს, როგორც არის თათრების და ბაშკირები, ანუ ბაშკიროსტანი, როგორცაც ახლა უწოდეთ. ესე იგი, ჩვენ ვართ გეოპოლიტიკური ძალიან სერიოზული წინაშე. ეხლა მე ვეკითხები ჩვენს ეგრეთ წოდებულ ტრაგიკომიკურ პოლიტიკურ ლიდერებს, ჭყალებში, რა თქმა უნდა. აი, თუ გნებავთ იმ 4 პოლიტიკური პარტიას, რომელიც უფროსმა არჩია, რომ ამგენს აქვთ მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობის უფლება და სხვებს არ აქვს არჩევნები. ეხლა რომ სომხეთ საქართველოს საზღვარზე თურქეთის ჯარია განლაგებული, ვინ არის ამის საქმის კურსში და რამდენად ცნობილია თუ რისთვის არის განლაგებული ეს ყველა. ეს უცნობი იყო ჩემთვისაც მაგრამ. მეორე აზერბაიჯანი, რომელიცთვისაც საქართველოში მდგომარეობა ასევე სასიცოცხლოდ აქტუალურია და მნიშვნელოვანია, ამიტომ აი ეს ჟესტს რო აკეთებს საქართველოს მიმართ, იმიტომ რომ მან იცის რა საფრთხეს ელოდება. მე არაფერს ვამბობ ირანზე, რომელიც ასევე ძალიან სასიცოცხლოდ, აი როგორც რუსებისთვის არის სამხრეთ კავკასია სასიცოცხლოდ საშიში, თუ აქ რაღაც გეოპოლიტიკური შეთანხმება არ იქნა, ისევე საშიშია ეს ირანისთვის და ამ დროს დღეს ზამთარში მართალია დიდი ნაწილი არა, მაგრამ იწყებს სამხედრო წვრთნებს აქვე საზღვართან. აზერბაიჯანი. რა შეასაქმე? რატომ გიწერენ ამერიკული ცნობილი გონებრივი ცენტრები, რომ ეს არის საქართველოში მიმდინარე მოვლენები, მე ყველაფერს ვადევნებ თავს. საათობით, აი შემიძლია ხაზზე დავიფიცო, საათობით ვერ ყვევი სულ ახალ ინფორმაციებში, ყველგან არაფერი ისე არ წერია, რომ გამზადებ უამრავ ანალიზს ვაკეთებ, რომ ეს ყველაფერი გავხადო მეტნაკლებად მისაღები. რატომ წერენ, რომ ეს არის დასავლეთის უკანასკნელი ბრძოლა საქართველოში მიმდინარე პროცესებით, რომ სანამ რაღაც ცვლილებები მოხდება, მაქსიმალურად იქნა საქართველო გამოყენებული რუსეთის წინააღმდეგ. რამ გააძაფრა ეს? ხას უსვამ. ეს არის ფაქტი. მომწონს არ მომწონს ეს მიდგომები არ მუშაობს. ფაქტი არის და რამ განაპირობა ეს, რომ უკრაინაში არის საშინელი მდგომარეობა უკრაინისთვის. კატასტროფული მდგომარეობა. ბუნებრივია, რომ ეს არის არა მარტო ქვეყნის და ხალხის კატასტროფა, არამედ ეს არის უზარმაზარი დარტყმა ნატოს ავტორიტეტზე და ევროკავშირის. რატომ? არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ოპერაცია დაგეგმილი იყო, იმართებოდა კოსმოსური დაზვერვა, რამშტაინის მთელი ოფიცრობა. 50 ქვეყანა მონაწილეობდა, მაგრამ ეხლა უკვე გადმოსულია ესენი რამშტაინი ცოტა შორსოდა პოლონეთში ახალ ნატოს ბაზასთან უფრო დაახლოებულ სიტუაციაში ყველაფერი ეს მუშაობდა. არმიის მომზადება, ინსტრუქტორები, იცით თქვენ რამდენი ნატოს ნაწილი და ინსტრუქტორი იქნა განადგურებული ერთ-ერთი ბოლო ამ დღეებში მოხდა. რატომ ხდება ეს? აღმოჩნდა, რომ ნატოს შეიარაღება აბსოლუტურად მოუმზადებელია რაიმე სერიოზული ომისთვის, ამიტომ ყველანაირი შეთანხმება რუსეთ-უკრაინას შორის ბლოკირებული იქნა, რომ რესურსი ბოლომდე იქნას გამოყენებული, რომ ამასობაში მათ 3-5 წელი ჭირდებათ, რომ შეავსონ ეს ყველაფერი. განსაზღვრულია ევროპის სამხედრო მრეწველობის აღორძინებისთვის ინვესტირებული იქნა 800 მილიარდი ევრო. უზარმაზარი თანხა. უზარმაზარი თანხა. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, თორემ მე არსად არ გარბივარ ამ 3-5 წლის განმავლობაში არაფერი არ გამოვუვათ, იმიტომ რომ მოშლილი საქმის აწყობა
შეუძლებელია იდეოლოგიურმა გადახრებმა ევროპაში და შეერთებულ შტატებსაც კი არ აღმოაჩნდა საკმარისი მარაგი და ვერ ივსებს ამ მარაგებს, იმიტომ რომ მასაც ხელიდან ამ ნეოლიბერალური პოლიტიკის გამო ხელიდანა გამოცვილი ის რაც სამხედრო კომპლექსს წარმოადგენდა. თუ მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკის მთავრობამ მობილიზაცია გააკეთა კოლოსალური, იგივე წარმოებაში, დღეს ყველაფერი არის პრივატიზირებული, მათ შორის სტრატეგიული სფეროები და იმ სტრატეგიული სფეროების კერძო ფირმებმა, დიდმა ცნობილმა კომპანიებმა, მათ თავიანთი პატრონები ხართ, მესვეურები ხართ, ჩვენ კერძო ინტერესებია, მათ ვერ მოთხოვ, ისინი ამბობენ იმისთვის, რომ ჩვენ დიდი ფული ჩავდოთ ამაში, ჩვენ გვწირდება სულ ცოტა 10 წლიანი კონფლიქტი. იმისთვის რომ შემდეგ კონტენტ გასაღების ბაზარი ამ წარმოებული არ არის რა თქმა უნდა. ამერიკის სამხედრო კომპლექსის ქარხნების ფირმების, მოდი ასე ვთქვათ, აქციები საოცრად გაიზარდა. ყველა არის დასაქმებული, ყველა არის მაქსიმალურ სამუშაო რეჟიმში, მაგრამ 10 წლეულები გაშვებულია ხელიდან, როდესაც ვერ ხერხდება იმ რაოდენობით მიწოდებული იარაღის მარაგების შევსება, არადა სტრატეგიულია ქვეყნისთვის, მას არ შეიძლება კონდეს, მაგრამ ვერ ხერხდება, უახლოეს წლებში ვერ მოხდება და აღმოჩნდა მეორე, რომელიც სრულიად აშკარა არის და ამას არავინ არ მალავს დღეს, თუ კონვენციურ იარაღში, ნატოს მთლიანობაში და ცხადია ნატოს შეერთებული შტატების გარეშე არავინ არ არის უბრალოდ კონვენციურ იარაღში აქვს უპირატესობა, ყოველ შემთხვევაში რუსებს არ აქვს უპირატესობა, იმიტომ რომ არც ეკონომიკის სად შეერთებული შტატები და მთელი ნატოს ეკონომიკა და სად რუსეთის ეკონომიკა. მართალია სიმდიდრეები იმაზე მეტია, მაგრამ ეკონომიკა არ აქვს იმაზე მეტი. ეკონომიკა იმაზე მეტი ვერ აქვს. და მათ შორის არც თავდაცვის სფეროში არ ხარჯავს იმდენს, რამდენსაც ისინი. არ ხარჯავს, მაგრამ იქ კარგად უნდა ვიცოდეთ რა შეა საქმე, იქ უკვე იმ ენთუზიასტი რუსი პატრიოტი ინჟინრების საქმეა, რომელსაც ბადალი ძალიან იშვიათად მოიძებნება სადმე. ხიათ მე ვიცი რასაც ვლაპარაკო, მე თვითონ ვინახავს ეს ყველაფერი. ესე იგი, ჩვენ დგავართ იმის წინაშე, რომ ეს დაპირისპირება, რომელიც მიმართული იყო ერთადერთი მიზნით, რუსეთის დაშლა და რუსეთის სახელმწიფოს განადგურება, ეგონად დათვალეს და არ გამოვიდა, თუმცა მე ყველაფერი დინების წინააღმდეგ წავედი, იმიტომ რომ დღედაღამ ამაზე ვაანალიზებ და მე ვთქვი, რომ მე ვწერდი, რომ მათ შორის rent component-ის ანალიზებიც კი, ეს გიგანტური გონებრივი ცენტრი, ანუ მოდი ასე ვთქვათ, ეს არის ჩრდილოვანი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო, ის რასაც ვერ აკეთებს სისტემა, აკეთებენ ესენი. მე ვკითხულობდი და ჩემ თვალებს არ უჯერებდი, იმიტომ რომ არასწორი იყო და მე ღიად დავწერე, რომ ეს არასწორი. აი რა შეეშალათ, რა იყო აქ ამ შემთხვევაში დასავლეთის შეცდომა? დღეს უკვე ამერიკელები ძალიან გონიერი ხალხი წერს ამას, ზიზღი და იდეოლოგია. ზიზღი როცა გააქვს და ამერიკელებს და ევროპელებს ზიზღი აქვთ რუსებისადმი, ზიზღი ახშობს გონებას და მეორე. ირაციონალობის ტიპის. მეორე. თავარი. თქვენ უნდა ნახოთ პერიოდე დღის წინ ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ დაწერა, მე ზაფხულში ვადევნებდი ამერიკის მთავარ გაზეთებს და რა მდგომარეობა ამერიკის უნივერსიტეტებში, მათ შორის სუროს ლიგის 8 ცნობილ უნივერსიტეტში, მე საუბრობ სოციალურ მეცნიერებებზე, იდეოლოგიზაციამ და განათლების შიგნიდან გამოლპობამ, პირდაპირ ასე წერია, ამ სფეროს ადამიანებს კვალიფიკაცია დაუკარგა. და ეს ხალხი, რომელიც მხოლოდ იდეოლოგიურ შტამპებში მოქმედებენ, ამერიკელებს შერჩათ ჯერჯერობით ძალიან მაგარი სკოლა, ეს არის ეკონომიკა, ფინანსები ცენტრებში და შერჩათ ტექნიკური, ძალიან სერიოზული, მაგრამ
იქაც პრობლემებია მხოლოდ იმის გამო, რომ ამ ნეოლიბერალური პოლიტიკების გამო, რომელიც დაიწყო ფაქტურად ამერიკის დეფორმაცია დაიწყო რეიგანიდან, რომელიც გაიტანა ჩინეთში ტექნოლოგიები ყველაფერი. იქ სხვა მიზეზი იყო, მაგრამ ნეოკონსერვატორებმა ეს აბსოლუტურად პოლიტიკურად პროფანი, მაგრამ ფანტასტიკური ქარიზმის კაცი აიფარეს წინ და დაიწყეს ამერიკის ნეოლიბერალიზაცია და ეს იყო ღრმად გათვლილი, რომლის შედეგები ახლა გამოჩნდა. აი სწორედ იქედან დაიწყო ეს ყველაფერი და ამან სერიოზული კონფლიქტის დროს, მართალია თვითონ უშუალოდ შეერთებული შტატები არ შედის კონფლიქტში, მაგრამ მის გარეშე ვერაფერი ვერ მოხდებოდა და გამორიცხული იყო და აღმოჩნდა, რომ დამარცხება რუსეთის არ გამოვიდა, მაშინ ეხლა არის ბოლო ცდელობა იქნებ სტრატეგიული მარცხი მიაყენა. ხოვას კი ხედავთ, ხო სწორი? სტრატეგიული მარცხის შემთხვევაში რუსეთი იქნება გამარჯვება დამარცხების მიჯნაზე, მაგრამ ამან რუსული ხასიათიდან გამომდინარე შიგა უკმაყოფილება უნდა გამოიწვიოს. ერთადერთი საყრდენი დასავლეთისთვის ეხლა მოაბრუნეს ისევ არის შიგა აფეთქება რუსეთისა, შიგა უკმაყოფილების გამოწვევა, ამიტომ მისცეს ნებართვა რუსეთის ტერიტორიების დაბომბვისა. ყველა მიცის, რომ ამას აქვს ნულოვანი მნიშვნელობა. მაგრამ აქ არის სხვა რამ. აქ არის ხალხის განწყობის შეცვლა, მაგრამ არ გამოვიდა ესეც და დარჩა ერთადერთი უკრაინაც შესთავაზეს თუ თქვენ გინდა ჩვენი დახმარება, და კიდე 18 წლამდე ჩამოიყვანეთო, ანუ ყველა რესურსი ბოლომდე ბავშვები გაუშვით ომშიო. ბავშვები გაუშვით ომშიო, პირდაპირ მომზადებლად და ეს ნიშნავს უკრაინელი ხალხის სრულ, მე ძალიან კარგად ვიცი უკრაინა, მე 6 თვე იქ ვიცხოვრე, ლიტერატურა ვიცი მათი, მეზობლები მყავდა ქუთაისში, ძალიან კაი უკრაინელები, მაგრამ ეხლა რაც ხდება არის კატასტროფა, მაგრამ რა მოხდა? ეს არ არის ვიღაც ცუდი ზელენსკის ომი, ეს არის უკრაინელი ხალხის ომი. 14 წლის განმავლობაში უკრაინელებს დააჯერეს წარმოუდგენელი რამ, რომ უკრაინელი ხალხის მისია კაცობრიობის წინაშე არის მასკალების დამარცხება. მოსკალები იცით, რუსების დამამცირებელი მეცახელი და როდესაც 24 თებერვალს დაიწყო 22 წელს ეს სამხედრო კომისარიატთან 10,000-ობიანი რიგები იდგა თების განმავლობაში და ყველანი ისინი საფლავში არიან დღეს. რესურსი აღარ არის, მაგრამ გამორიცხულია, რომ ნება მიცეს ვინმე მოლაპარაკების მაგეთას მიუჯდეს, მაგრამ აბა რა უნდა მოხდეს ასეთ შემთხვევაში, აი არ ვიცი, მართლა ბოლო უკრაინელამდე უნდა იყო, ბოლომდე იქნება გამოყენებული ჯერჯერობით საუბარია, ეხლა მაკრონის დონეზე, მაკრონი უკვე არის კოჭლიხვი, მას უკვე ბოლო პერიოდები დარჩა საფრანგეთში, ის როგორც შოლცის მთავრობა სამარცხვინოდ წავიდა და იცით თქვენ ალტერნატივა გერმანიისთვის რა განცხადებებს აკეთებს, რა სიტუაცია გერმანიაში, მე ვერ გეტყვით როგორ განვითარდება, იგივე მდგომარეობაა საფრანგეთში. საფრანგეთში მაკრონის დროს დახურულია 66,000-ზე მეტი ფირმა. კი, ამაზე ღიად მიდის საუბარი, მათ შორის დასავლურ პრესაშიც ამას აქტიურად წერენ. ის რაც ცვლილებები მოხდა მაკრონის პერიოდში ხელისუფლებაში, ეს იყო ფრანგული კულტურისა და უზარმაზარი ევროპული უზარმაზარი ცივილიზაციის აკვანია ბოლო საფრანგეთი. ხო, იმის შეურაცხყოფა და მიზანმიმართული შეურაცხყოფა, ამიტომ მაკრონი ცუდად დაამთავრეს, მაგრამ ფრანგები პირდაპირ წერენ, ეს ის კაცია, რომელიც უბრალოდ არ წავა. ესე იგი, უბრალოდ თუ არ წავა, ბრალიანად უნდა გაუშვა, ხო სწორია? ამიტომ მაგათ ძალიან საშიში მოვლენებია მოსალოდნელი. ამიტომ არის ბოლო ზეწოლა. ნახეთ, მაკრონი რას აკეთებს? ჯარის შეყვანაზე საუბრობს უკრაინაში. ეხლა პოლონეთში იყო, მაგრამ პოლონელებისგან უარი მიიღო
წარმოიდგინეთ ხო პოლონელებს რუსები რო ზულთ ისე მე მგონი დედამიწაზე არ ზულთ არავინ არ ზულთ იმიტომ რომ ეს მოდის ისტორიული დავია ესე იგი გედიმანოვიჩიდან და რივრიკოვიჩებიდან დაწყებული საუკუნოვანი ბრძოლა რას წარმოადგენს პოლონეთი პოლონეთი არის არშემდგარი რუსეთი რუსეთი შედგა როგორც იმპერია, პოლონეთი ვერ შედგა როგორც იმპერია და ეს ბოღმა დაწყებული რეჩპოსპოლიტადან იცი თქვენ პოლონელებს მოსკოვიც აღებულია, გადამწვარია ყველაფერი. ეხლა მთავარი მიზანი მისთვის არის 1939 წლის საზღვრების აღდგენა, თქვენ იცით ორი უზარმაზარი ოლქი დასავლეთ უკრაინაში პლუს ლვოვი და ასე აღმოსავლეთის კრეცები, რასაც უწოდეს საზღვარი, ხო, იმის აღდგენა უნდა, მაგრამ მაშინ გერმანიასაც უნდა მიცეს რაღაცები 39 წლისთვის დასავლეთის ეზეშორს არ იყო პოლონეთი. ძალიან რატოა იცით საქმე თუ რუსების პრობლემას შევხედავთ, დაუშვათ რუსებმა აიღო მთელი უკრაინა. მაგრამ ამას არავინ არ ცნობს, მათ შორის რუსების მოკავშირეები. არ ცნობენ ამას, გამორიცხულია ეს ვინმე ცნობს. ესე იგი, ეხლა იქამდე გაამძაფრა დასავლეთმა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შეუვიდა და ფაქტიურად რუსებს მისცეს ლეგიტიმური უფლება, რომ მის ტერიტორიაზე შემტევს ძალას გაუსწორდეს სამხედრო თვალსაზრისით. ამდენად როგორ დასრულდება და სად დასრულდება, მაგალითად მე რატომ შემოუერთა სტალინმა იგივე იმიერკარპატეთი, უნგრეთის ტერიტორია, რატომ შემოუერთა ეს და სამაგიეროდ კომპენსაცია გაუკეთა გდანსკისა, დანცინგისა. ის ხო არასდროს პოლონური არ ყოფილა, არასდროს პოლონეთს ალბათ საფრთხე გადაწია მაქსიმალურად დასავლეთს. პოლონეთს არასდროს არ ქონია ბალტიისპირეთზე გასასვლელი, ხო ეს სტალინის გაკეთებულია. საქმე ის არის რომ კარპატები და ეს ყველაფერი არის ბუნებრივი ზღუდე. ხო რუსები როგორც ველის ქვეყანა ჩვენ კარგად უნდა გვეცოდეთ მოგწონს არ მოგწონს ამას მნიშვნელობა არ აქვს მე პროფესიული დონე ეს არის ველის ფსიქოლოგია მათ იმიტომ უნდათ ეს ბუფერები რომ აქ თასაც კი ვერ შეხვდები ურლამდე ისე მიხოლთ სერიოზული გორაკები არ შეგხვდებათ გამიგეთ ხო ამიტომ ეს იყო ზღუდე ბუნებრივი ევროპული ექსპანსიების შესაჩერებლად არა და მერამდენე შეტევა უკვე ევროპისა რუსეთთან სწორედ პოლონეთის გავლით ხდებოდა სხვა შორის ისტორიულად ეს ყველაფერი ეხლა ყველაზე საშიში მდგომარეობა რაც არის და ძალიან ეშინიათ პოლონებს ეს არის სუვალის გადასასვლელი ყველაზე სუსტი ადგილი ნატოსი ეს არის პოლონეთ-ლიტვის საზღვარზე ბელორუსიიდან არც თუ ისე შორს ეს არის ყველაზე ვიწრო ყელი კავშირისა სხვა კავშირი არ არის აქ ელიან დარტყმას ამიტომ პოლონელები ძალიან ფრთხილობენ მე მაგალითად ძნელად მიჭირს ყველა ვარიანტი მაქვს ნანახი რაზეა მსჯელობა მაგრამ ჩემს გონებაში მიჭირს იმის გარდასახვა რომ რუსებმა თუ უფრო შორს წაიწიეს როგორიც არის დღეს უკვე ლაპარაკი იმაზე რომ ოდესა დნეპროპეტროვსკი ზაპოროჟიე და ეს ამას არაფერი არ უდგას წინ მაგრამ აქ დადგება ისევ თუ მათ შეძლეს რომ პოლონეთს და უნგრეთს და რუმინეთს რაიმე დაუბრუნეს რისიც მე არ მჯერა მაშინ ეს სულ სხვა სიტუაცია მაშინ აღიარებების პრობლემა იხსნება ბუნებრივად გამიგეთ არა იმიტომ რომ მაშინ იმათაც ასაღიარებელი ექნება და ყველა შეთანხმება ვერ გეტყვით როგორ განვითარდება მაგრამ რაიმე მოლაპარაკებაზე რუსები წამსვლელი არ არიან. მე მინდა კიდევ ერთ ილუზიას გაუსვა ხაზი რომ არანაირი ბერკეტი რუსეთის წინააღმდეგ ეხლა შეერთებულ შტატებს და კერძოდ ახლად არჩეულ პრეზიდენტს არ აქვს. ახლად არჩეული პრეზიდენტი მოიყვანა და დღეს უკვე ამერიკის მომავალი ელიტა არის უძლიერესი ეს არის 20 სუპერმილიარდერი ტექნოლოგიური სფეროდან მოსული უზარმაზარი წარმატების ხალხი
მას კი არ არის მთავარი იქ, სხვა არის მე ამაზე ცალკე გავაკეთებ გადაცემას ჩემს პოდკასტში, ეს არის უძლიერესი, აი როგორ იცით, აი ქვას რო გახეთქავენ, პრაგმატული, მიზანმიმართული, ქვასავი ძლიერი ხალხი, რომლებიც ეწინააღმდეგებიან პროგრესისტულ დღის წესრიგს და ეწინააღმდეგებიან გლობალისტურ დღის წესრიგს, რამაც ამერიკას უზარმაზარი ზიანი მიაყენა, ასეთი ელიტა არავის არ აქვს დღეს. ხო, მაგრამ შესაძლებლობა რამდენად ექნება ამ ელიტას, რომ გავლენა, გარდამტეხი გავლენა კონდეს ამ პროცესზე? ამიტომ მე რასაც მივწვდი და რასაც ხვდები ჩემი ანალიზით, ეს არის ის, რომ უკვე არსებობს წინადადებები რუსეთისადმი. არანაირ შემთხვევაში შეერთებული შტატები კონფრონტაციაში არ მოვა. არც დღეს არ არის კონფრონტაციაში, მაგრამ სხვისი ხელებით მიდის, როგორი ეცით, ეს არის გლობალური ორი მოთამაშის დაპირისპირება. იქნება გამოყენებული ყველა რესურსი, სანამდე შეიძლება მისი მიყვანა და როცა მეტი აღარ შეიძლება, გარიგება მოხდება. მთავარი მოთხოვნა ახალი გარემოცვისა პრეზიდენტისა ისად, რაც უკვე მიანიშნეს რუსებს, ეს არის ევროპაში სტატუს კვოს შენარჩუნება. ანუ ის არ გადადეგამს ფეხს უკრაინის იქეთ. კი ბატონო, ასეთ შემთხვევაში რუსეთსაც აქვს ნათქვამი, რომ 97 წლის მდგომარეობამდე უნდა დაბრუნდეს ნატოს შემადგენლობა. საქმე იმაშია, რომ ეს ბოლო თვეების მოვლენები გვიჩვენებს, იმიტომ რომ რა შემთავარი პრობლემა, რაც მე თავიდანვე დავინახე და დავწერე ჯერ კიდევ 22 წლის თებერვალში. დარტყმის ქვეშ დგება ნატოსა და ევროკავშირის არსებობა. მათ უკვე მიიღეს უზარმაზარი ამხელა გაერთიანება, რომელსაც არ შეუძლია ერთი ქვეყნის დამარცხება. მისი მთავარი მეთოდი. ესე იგი, ეს გაერთიანება არის არაეფექტური. ეს სამხედრო ბლოკი არის არაეფექტური. Ამდენად იგი მიისხელა ხარჯებს არ იმსახურებს, ხო? თან ეხლა თუ დააკვირდებით თქვენ ამერიკელების აქცენტებს, ეს არის ჩინეთი, გაცხადებულია, ხას უსვამ და მინდა ყველამ კარგად გაიაზროს. ამერიკელებს ჩინეთის წინააღმდეგ არ აქვს არანაირი შანსი თუ ჩინეთი და რუსეთი იქნება იმ ურთიერთობაში რაც არის. ამიტომ ეს მინიშნებებიც გაუკეთდა რუსეთს, რომ თუ ისინი დისტანცირებას მოახდენენ ჩინეთს, მაშინ მათ მოეხსნება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. წესით ბუნებრივი მოკავშირე არის რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. ეს არის ორი უზარმაზარი სამხედრო მანქანა, რომელსაც შეუძლია თუ ექნება სტრატეგიული პარტნიორები, ისინი არასდროს არ იქნებიან. ესენი მეგობარი ქვეყნები არასდროს არ იქნებიან, იმიტომ რომ უზარმაზარი კონკურენცია, იმიტომ რომ ბრძოლა მიდის იმ ტოტალური. დიახ, თუმცა ჩინეთი პერსპექტივაში პრობლემა არის, როგორც რუსეთისთვის, ამერიკისთვის აღიარებულია, რომ თავარი პრობლემაა და არც რუსეთისთვის არ უნდა იყოს ჩინეთთან კონკურენცია, მაინც სასარგებლო პროცესი, ხო? მე გეტყვით, მაგრამ ერთადერთი, ვისაც ჩინელები უფრთხიან, ეს რუსები არიან. ეს არის ისტორიულად ძალიან კარგად იცნობენ ერთმანეთს. ამერიკელებმა ისე არ იციან, როგორც არაბულ ქვეყნებში ვერაფრით ვერ გაერკვიეს ბრიტანელების გარეშე, ისე ვერ გაერკვნენ ჩინეთში, თუმცა წარმოებაც გადაიტანეს, თავისი კრიზისი რომ მოეწნათ, მაგრამ აქ ყველაფერი გასაგებია. მე არ ვფიქრობ, რომ ან ჩინეთი დაუშვებს შეცდომას და აი ახლა ნახეთ, როგორი შესთავაზეს ამერიკელებმა ჩინეთს, ჩვენ და თქვენ შეგვიძლია მსოფლიოში ყველა პრობლემა მოვაგვაროთ. მე შემიძლია გითხრათ, ეს არის პოლიტიკურად არასწორი, იმიტომ რომ ნახეთ, მე ამის დეტალური ახსნა გამაჩნია და ეს ასეა. საკმარისია შეერთებული შტატები და ჩინეთი როგორც ორპოლუსიან სამყაროდ ჩამოყალიბდნენ, ეს ურთიერთობა მომენტალურად ირღვევა მოსკოვი, თეირანი, დელის ალიანსით. გამორიცხულია.
თუ დღეს გადავხედავთ და საქართველოში ეს კარგად უნდა იცოდნენ რაზეა თურქეთის მომავალი ძალზე მძიმე ჩანს ევროკავშირზე საუბარი არ არის ღია ტექსტით იწერება ბრიტანულ პრესაში რომ უახლოეს თაობაში ევროკავშირის მთავარი რელიგიური მიმართულება იქნება აგრესიული ისლამი რა მისით გაჩნდა ეს ანუ ევროპა გახდება ისლამური ძალა? დიახ და ეს არის წინვალე გათვლა ბრიტანელების, ეს არის ბრიტანეთის დაცვა, იმიტომ რომ დღეს დასავლეთში ზუსტად არის გაანალიზებული საკმარისია ევროპა და რუსეთი შეთანხმდნენ რომ იტყვიან პარტნიორობაზე და მაშინ ბრიტანეთის მომავალი არ არსებობს შანსი არ არსებობს. მე მგონი ნაპოლეონის ეპოქიდან ეგ იყო ბრიტანეთის გამოწვევა რომ ამიტომ არის ბრიტანეთის სპეცსამსახურები რომლებიც საქართველოში ძალიან მაგრად მუშაობენ ასეთი ღრმად პროფესიონალები იმიტომ რომ ბრიტანეთმა თავის დროზე შეძლო ერის ინტელექტუალური ნაწილი სახელმწიფოზე ყოფილიყო მე ამას მოუწოდებ საქართველოს რომელმაც განათლება გაანადგურა რომ საუკეთესო ქართველები დიდი სოციალური რომ იტყვიან საფეხურზე აყვანილი გონებრივ ცენტრებში, ანალიტიკურ ცენტრებში, სპეცსამსახურებზე უნდა მუშაობდნენ და თავიანთი სახელმწიფოს აძლიერებდნენ. დღეს ანალიტიკა წყვეტს ყველაფერს. დღეს არა ეს იდიოტური ის რა ქვია, ორიენტაციები, შენი სახელმწიფო გაქვს ორიენტაცია მორჩენილია. ესაა შენი ორიენტაცია. გარეთ ეს არის მოცემულობები. რაძნელი გასაგებია და ჩვენ ვნახეთ ცემატყება კიდე გეუბნები აბსოლუტურად უსუსური არაფრის მომცემი ცემატყება იმის ნაცვლად რომ გავკოულიყავით რა ხდება რომელ ევროპაში არ გიღებენ სად გიღებენ ევროპაში რა საფრთხეა საქართველოს რუსეთის შემადგენლობაში ნული, რას ქვია? მაგრამ საქართველოს სახელმწიფოს აქვს დიდი საფრთხე, თუ იგი გეოპოლიტიკურ შეცდომას დაუშვებს. გეოპოლიტიკური შეცდომა არის საქართველოს სახელმწიფოსთვის. იყოს ამერიკის მეგობარი რუსეთთან იომოს და იყოს რუსეთის მეგობარი ამერიკას იომოს. ერთი და იგივე დონის გამანადგურებელი შეცდომა, რომელიც არ შეუძლება ხაზს უსვამ. ზათაბარ ძალიან დეტალებში ვისაუბრო. საქართველოს ტერიტორიაზე ევროკავშირი ეს მკვდარი პოლიტიკური წარმონაქმნი, რომელიც არ წარმოადგენს მთავარი გეოპოლიტიკური მაგიდის წევრს, ის არის მთლიანად აფილირებული შეერთებულ შტატებთან და თამაშისთან. თქვენ როგორ ფიქრობთ, ვინმე მეზობელი ქვეყნებიდან, რომელთაც სასიცოცხლო საფრთხეს უქმნით, ვინმე დაუშვებს, რომ საქართველოში შემოვიდეს ევროკავშირი ხაზს უსვამ. ან პოლიტიკოსი, ვინც ამას ამბობს, არის შტერი. შტერი არ არის, მე დარწმუნებული ვარ ყველას კარგად. უვიცი ადამიანებს მე არ ვეხები, იმიტომ რომ არის საქმე და მოტყუებული. პოლიტიკოსებზე გვაქვს საუბარი. პოლიტიკოსებს ეს არის უვიცი. ხელისუფლება კი რომელიც ამბობს რომ ღირსებით მიდის ევროპისკენ არის უვიცი და ეს ეტყობა მის აქციელს გამიგეთ არაფერი არ ეტყობათ მაგათ რომ ევროპისკენ მიდიოდნენ და გულწრფელები იყვნენ მაგრამ ვერსად ვერ წავლენ შენ გაქვს უნიკალური შანსი ქართული სახელმწიფოს გაძლიერებისა შენი უზარმაზარი ისტორიის მანძილზე პირველად მოხდი მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრში ან დაიქცევი თუ არასწორად ითამაშებ, შენ არავინ არ დაგინდობს, არავინ მეზობელი, კიდე გეუბნებით სომხეთის და საქართველოს საზღვართან თურქეთის ჯარი დგას. დიდი ჯარი. ამათ ვერ წარმოუდგენიათ ეგრე ხა ეს ის თურქეთი ხომ არ არის არაფაშების დროს რო გვესეოდაო. შემთხვევით არ გეუბნებიან საქართველოს დგას სახელმწიფოებრიობის დაკარგვის წინაშე და ტერიტორიული დაშლის წინაშე. რა ენაზე უნდა გითხრა? რა როლი აქვს ამ ყველაფერში სირიის მოვლენებს? აი, შეიძლება თუ არა ეს მოვლენები დავაკავშიროთ, იგივე თქვენ საუბრობდით, რომ ჩრდილო კავკასიის აფეთქება დღეს არის დასავლეთისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული გეგმა. სირიაშიც არის ზუსტად ის ბრძოლა, რაც არის კავკასიაში. საუბარი არის
კასპიის ბასეინის უზარმაზარ ენერგო რესურსებზე და იქ კატარისა და ასე შემდეგ რესურსებზე და ამ რესურსების ევროპაში ტრანსპორტირების ტრასებზე კონტროლის საკითხი. სირიაში გადის ორი მნიშვნელოვანი ტრასა, საქართველოში გადის მნიშვნელოვანი ტრასები, იმიტომ რომ ჯერ ერთი არა მარტო შუა დერეფანზეა საუბარი. არამედ საუბარია ნავთობის შესაძლო ტრანსპორტირების გზაზე, ამიტომ არის ომი. ომი არ არის დემოკრატიისთვის. ომი არის ტრასების კონტროლისთვის, როგორც იყო ტრადიცია. ტრასების რუსებისთვის არის ორი მთავარი. დოდი დავალაგოთ რა უნდა რუსებს საქართველოში მარტო არა, სამხრეთ კავკასიაში. პირველი თემა. მათი თვალთახედვით ეს არის მათთვის სასიკვდილო ადგილი, თუ აქ მათი მტერი იქნება. შენ არ ახარ საფუძვლიანია ეგ ძალიან ამ შემთხვევაში. ძალიან გითხარით საკმაოდ ეგრეა. შეგვიძლია დავაქციოთ. კიდე გეუბნებით. თავარი რომელიც ჩვენ ბევრმა არ ვიცით. ისლამური სახელმწიფოს შექმნის თავარი იდეა იყო კავკასიის, ანუ საქართველოს გავლით ამ ჯარისკაცების გადაყვანა ვოლგისპირეთში და იქ აფეთქება მუსულმანური აკლავების. ამიტომ გადავიდნენ რუსები სირიაში. მეორე, თქვენ გახსოვთ ინციდენტი ხეობაში, სააკაშვილი. კი ბატონო. ამას უკავშირდებოდა ყველაფერი. ესე იგი, სირიაში მიდის აფანყურის ოპერაციას გულისხმობს. დიახ. სირიაში მიდის იგივე დაპირისპირება მთავარ ქვეყნებს შორის, თქვენ არ იფიქროთ, რომ თურქეთი კარგ მდგომარეობაშია. თურქეთი არის რეგიონალური მოთამაშე და იგი შეიძლება იყოს მხოლოდ გააქტიურებული ბრიტანული პროექტის ფარგლებში და აქ საუბარია დიდი თურანის აღდგენაზე. რატომ არის კავკასია რუსებისთვის? ხო, ორი მომენტია. უსაფრთხოება და პლუს ტრასების შესაძლო კონტროლი. ორი მომენტია. მესამე მომენტი არის აზერბაიჯანი მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პარტნიორია, ზანგეზურთან დაკავშირებით ის იძულებულია რაღაც ეტაპზე გაუწიოს თურქებს ანგარიში, იმიტომ რომ ზანგეზურის კორიდორის მთავარი დატვირთვა არის თურქეთის პირდაპირ გასვლა შუა აზიაზე და პან-თურქისტული ეს მონაკვეთი აკავშირებს თურქეთს აზერბაიჯანს და შემდეგ კასპიის ზღვით უკვე მთელ აზიას. რომ გითხრათ სიმართლე აზერბაიჯანს დიდად არ ეხატება ეს ყველაფერი გვერდზე, მაგრამ მონათესავე ხალხია, გარკვეული ვალდებულებები არსებობს, ამიტომ რუსებს სჭირდებათ სტაბილური კავკასია, რომ ასეთი რაღაცები გამოირიცხოს და ერთადერთი სტაბილიზაციის შემქმნელი მაგრამ მოშლილი სახელმწიფოდ, რომელსაც შეუძლია სერიოზული ფუნქცია აიღოს კავკასიაში მშვიდობიანი და დაბალანსებული არის საქართველო. სომხეთი ამას ვერასდროს ვერ შეძლებს, იმიტომ რომ ქართველების და აზერბაიჯანების დამოკიდებულება სხვა არის, ქართველებისა და სომხების უკუ არ არსებობს. კი ბატონო. გამიგეთ არა? თან ისტორიული ფუნქცია მართლა ექონდა. ეს ასეც არის, ამას ღია ტექსტით თქვა სახელმწიფოს მესვეურმა, როგორცაც ალიევი წარმოადგენს და სახელმწიფოს მესვეული საქართველოს არ aqავს. ყავს არაფორმალური მმართველი. ესე იგი, შევხედოთ რაზეა ომი. ომი არის ტრასებზე, კოლოსალურ სიმდიდრეზე, ვინც ამას გააკონტროლებს და პლუს ამას საუბარია იმაზე, რომ ჩინეთს არ მიეცეს უკონტროლო ტრასის გავლის უფლება. ჩინეთი უნდა იყოს ყველა კონტროლირებადი ტრასის ქვეშ ევროპასთან მიბმული, მაგრამ ამიტომ უნდათ ამერიკელებს სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში და წყნარ ოკეანეში გადაჯგუფება, ნატო მისთვის არ წარმოადგენს, ევროკავშირი არაფერს არ წარმოადგენს, უბრალოდ სტაბილურობისთვის სჭირდებათ სტატუს კვო, მათი კონტროლის სფერო იქნება, რა გააკეთეს? აუფეთქეს რუსებს ბუნებრივი აირის რუსებს აუფეთქეს თუ გერმანელებს ეგ არის საკითხი. კი. მერე
ჩაჭრეს რუსეთ გერმანიასა და სხვა შორის ბუნებრივი აირის მიწოდება, კრახის წინაშეა გერმანიის ეკონომიკა და ასე შემდეგ და თვითონ 4-ჯერ უფრო დიდი ფასით გემებით ეზიდებიან თხევად აირს და იმითი ავსებენ. წარმოიდგინეთ ახლა რატომ გაკოტრდა, რატომ დახურეს გიგანტმა გერმანულმა მანქანათმშენებლობის საწარმოება. ვეღარ მუშაობენ, გასაგებია გაუზრდათ. გამორიცხულია ეს იყო იდეალური ენერგორესურსები თავისი ძალიან დაბალი ფასით და დღეს არის არანორმალური. ვერავინ როგორც კი შენ თვით ღირებულებაში გაგეზრდება კომპონენტი, რომელიც საერთო დაბალანსებულ რომ იტყვიან ღირებულებას ძალიან მაგრად გაზრდის, შენ ვერაფრით კონკურენტული ვერ იქნები. ასე რომ პოლიტიკურმა შეცდომებმა დამყოლობამ საკუთარი ინტერესების მოშლამ ისეთი მარიონეტული ხელისუფლებების მოყვანამ გერმანიისა და ევროპის სათავეებში, როგორც არის შოლცი, როგორც არის მაკრონი, როგორც იყო რიუტე ჰოლანდიაში, რომელსაც მოათახსირა 12 წლის განმავლობაში ყველაფერი ნიდერლანდებში და სხვაგან ნახეთ ვინ არის, თუმცა იქ კრამერი ბოდიში ბრიტანეთის პრემიერი ბევრს არაფერს წყვეტს, იქ სულ სხვა ვიღაცები წყვეტენ, რომლებიც თავარ სახი არიან და ეს სტარმერი თავის სპეცსამსახურებსაც ვერ აკონტროლებს, იმიტომ რომ იმასაც თქვენ როგორც ახასიათებთ ბატონ დემურ, მხოლოდ ჩვენთან არ ყოფილა ეს არაფორმალური მმართველობა პრობლემა, ხო? აქ არის ცნობილი რაიმე, მოდით ასე ვთქვათ, London City და არა ბრიტანეთი და ვაშინგტონში ის რასაც ქვია Deep State. ეს არის ორი ყველაზე ტოტალური ძალა მსოფლიოში პლუს ვატიკანი. ეხლა ამ ვატიკანს ხვალ შორის აი მინდა რომ ჩაგეკითხოთ პირველი არ ხართ ვინც ამას ამბობს. რა გავლენა შეიძლება კონდეს ვატიკანს დღეს ეს ხო აღარ არის შუა საუკუნეების სადაც რომის პაპის გავლენები იყო უკიდეგანო ამის შემდეგ ხო ძალიან საუბარია რომ ეს არის ტრადიციული ძალა რომელიც რჩება არა მხოლოდ რელიგიურ ძალად არამედ სერიოზულ მით უფრო თუ ისლამური ხდება საერთოდ ევროპა რასაც უყურებთ ხო მაგრამ ეს არის ბრძოლის შედეგი ამიტომ არის ვატიკანი ძალიან დაპირისპირებული ბრიტანულ ელიტასთან და ამერიკულ ელიტასთან და მოხდა ისე რომ ბრიტანული ელიტა და ამერიკული ის ელიტა რომელიც ჩვენ ახლა ვახსენეთ საკმაოდ წინააღმდეგობაში არიან ერთმანეთთან. გამიგეთ არა? ამიტომ იქ, როდესაც ისეთი ადამიანი მოყავთ ხელისუფლებაში, როგორც ქალი იყო, იქ გვარი დამავიწყდა, რაღაც სრული კატასტროფა. ამერიკაში გულისხმობ? არა, ბრიტანეთში. წინა ის ვინც ყავდათ, ხო. მერე იყო ინდოელი, რომელმაც რიში სუნაკი. ხო, მოთხარა კონსერვატული, ტრადიციული ბრიტანული პარტია. მერე არის სტარმერი, რომელსაც მე ვფიქრობ, რომ ერთ უჯრაზე მეტი დიდად არ გააჩნია, იმიტომ რომ მისი საქციელი არ შეესაბამება უზარმაზარი კულტურისა და უზარმაზარი პოლიტიკური გამოცდილების ქვეყანას, როგორც არის ბრიტანეთი, ხო? ამიტომ ეს დაპირისპირება, როგორ რანაირად მოხდება, ვერ გეტყვით, მაგრამ ამას ჩანს ძალიან სერიოზულ კვლევებში კონტექსტებიდან ჩანს ეს დაპირისპირება. და ეს აშკარა არის. ეხლა სწორედ ამ ოცმა კაცმა მოაბრუნა ტრამპი მეორე ჯერზე. გამორიცხული ამათი მხარდაჭერის გარეშე ტრამპის იმიტომ რომ ეს უზარმაზარი ძალა კიდევ გავიმეორებ. რა რესურსი აქვს ტრამპს რომ შეუთანხმდეს რუსეთს? მას კი არ წარმოადგენს თავად ძალას აქ. მე ამაზე ვისაუბრებ, იმიტომ ის ძალიან ჭკვიანი ადამიანია, მას აქვს თავისი პირადი, რომ იტყვიან ბოღმა, იმიტომ რომ შენ კი გაქვს ეხა დღეს 350 მილიარდი, მაგრამ შენ შვილი რო ყავდა ამ პროგრესისტულმა საზიზღრობამ შენ შვილს ქეცი შეაცვლევინა. ანუ შენ დაკარგე შვილი. გამიგეთ ხო?
ამიტომ ის საშინლად ღიად რომ ებრძვის ამ დღის წესრიგს და მე ღრმათა ვარ დარწმუნებული რომ ამ საზიზღრობას ამოშანთავენ ამერიკიდან ნებისმიერი გზით თუ გნებავთ დაპირისპირების გით, იმიტომ რომ ყველა შემთხვევაში ამერიკას მომავალი არ აქვს სხვა შემთხვევაში. ნახეთ, რა თქვა ახალმა პრეზიდენტმა, რომელიც შეუდგება 20 იანვარს 15,000 ტრანსგენდერი ყავს ჯარში, მათ შორის კაბიანი გენერლები. ქალბატონები კი არა, ქალბატონი გენერალი შეიძლება იყოს და მარშალი. კაცად რო დაიბადა და ეხა ქალი ვარო იძახის და თან გენერალია. ხო, ფეხზე გადადებულით ეს იმიტოა რომ არაფერი არ გამოსდის. გამიგეთ არა? ამიტომ ძალიან ხისტი იქნება. რუსებმა ეხლა დაიწყეს ძალიან დიდი პროგრამის განხორციელება, ძალიან ყურადღებას თუნდა ამას. ანტივესტერნიზაცია, ანუ ჩახსნან ყველაფერი, ეს არის აწლეულებზე გათვლილი, რომ ის რაც მათ თვითყოფადობა გააჩნიათ, უკვე ამ არასწორი საუკუნეობრივი, რომ იტყვიან, ყმობიდან ჩვენ არ დაგვავიწყდეთ, რომ რუსეთი დასავლეთის ყმა არის 300 წელია. აქედან გამოვაკელით ჩვენი თანამემამულის 30 წელი, ყველა დაწყებული პეტრე პირველიდან ყველა მის პირველიდან რომელსაც საერთოდ არია რუსეთი სამომავლოდ, მერე კი მოულინეს რომანოვები, რომლებიც სულაც არ იყვნენ რომანოვები და რუსებთან არაფერი კავშირი არ ჰქონდათ, ანუ ყმური ქვეყანა იყო. მთელი მე-19 საუკუნე რუსეთი იყო ბრიტანეთის სამხედრო და აი სასურსათო დაამის თავარი უზრუნველმყოფი. მთელი მე-19 საუკუნე. როცა ბრიტანეთი აკეთებდა მისი გავლენების გაფართოებას. გამიგეთ და რუსეთი ამას ყმური ეხლა დგება საკითხი, რომელიც აბსოლუტურად ზუსტად უნდა გვესმოდეს. რუსეთის სუვერენიტეტი უკავშირდება რუსეთის არსებობას. სხვანაირად აღარ დგას საკითხი. ეხლა მე იგივე შემიძლია გითხრათ თქვენ რომ საქართველოს სუვერენიტეტის ხელისხლება არის ქართული სახელმწიფოს წინაშე დანაშაული, ქართული ხალხის მომავლის მოსპობა და ქართული კულტურის განადგურებისკენ გადადგმული ნაბიჯი. არანაირ ერთობაში ასეთი ტოტალური ცვლილებების პირობებში საქართველოს არ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება. ანბანურ რამეს ვამბობ, უამრავჯერ გავიმეორე, ლექციები ჩავატარე სპეციალური, როდესაც ძალიან სწრაფად ცვალებადი გარემოა შენ ჭკვიანი ადამიანი თუ ხარ, არასდროს არ აიღო შენს თავზე გრძელვადიანი ვალდებულებები, იმიტომ რომ შეცვლილ პირობებში გაჩნდება ახალი ოფციები, რომელიც შენთვის დახურული იქნება. სახელმწიფოსთვის კიდევ უფრო სასტიკია ეს, თუ შენ დღეს გაურკვეველ სიტუაციაში და აბსოლუტურად იღებ გრძელვადიან გადაწყვეტილებას, შენ ფაქტობრივად შენს მომავალს აყენებ დარტყმის ქვეშ და ამიტომ ამ მეხუთე კოლონის გავლენით, რომელიც 30 წელია უზარმაზარ დაფინანსებაზეა, ატკატები რომ გამოვაკლოთ, ბოდიშით ამ სიტყვისთვის, დაახლოებით 40% ჩემოდნებით არის გატანილი, ვინც გაძლევდა ის. თბილისში უახლოესი 30 წლის განმავლობაში ჩატვირთულია 600 მილიონი დოლარი. როგორ გააკეთეს? არასამთავრობოები ეს ყველაზე იაფი უჯდებოდათ, 4 სისტემო წარმომქმნელი არასამთავრობო ინფრასტრუქტურები და ეხლა რეგისტრირებული გაქვს საღი და უპატრონოდ მიტოვებული არასამთავრობოები, რომლებიც თავისით შრომობენ, ჩემი პატივისცემა მათ, მაგრამ მათ არასდროს დაფინანსება არ ექნებათ. გამიგეთ? ისინი გრანტებზე ვერც მუშაობენ და არც მუშაობენ, ამიტომ გრანტები 600 მილიონი დოლარი უახლოესი 30 წლის განმავლობაში ჩატვირთულია ერთ ქალაქში. და თქვენ გიკვით რომ ისინი ბავშვებს გამოყრიან, წინ და არ გამოყრიან, თან ხელისუფლება მიეხმარა. რატო იცით? აი ეს აუხსნელი დაგვრჩა ეს მომენტი. რა ინტერესი ქონდა ამ შემთხვევაში ხელისუფლებას? არჩევნები ჩაატარეს, ასე ჩაატარეს, ისე ჩაატარეს, მოიგეს, შეირგეს. ნახეთ, დაფინანსება მოდიოდა არა მარტო არაფორმალური მმართველიდან და სერიოზულად დააფინანსა მან ოპოზიცია წელს.
წელს და 12 წელი არაფერზე არ აქვს, ხელი მოკიდებული, ხელი შეუწყო, პლუს დაფინანსება მოვიდა დასავლეთიდან. დასავლეთმა კი შედეგები მოითხოვა. ამიტომ იმიტაცია უნდა გაკეთდეს. გამიგეთ რა ეს ფული რო აიღებ პოლიტიკაში ფულს რო აიღებ შენ პასუხს მოგთხოვენ, ხო? ამიტომ იქნა პოლიტიკური ოთხეული გავიდა უკანალში და ბავშვები და სტუდენტები გამოყარა წინა პლანზე, გაამძაფრა სიტუაცია, აჩვენა ეს ყველაფერი, ამაში მიეხმარა ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, რომ არ მომხდარიყო ის, რაც დასავლეთს სურდა. ანუ მე დავწერე გავიმეორე ბოდიში გიხდით ამცით გოიმი დასავლეთი ისევ გადააგდო ჩვენმა მეხუთე კოლონამ ფული აიღო, მაგრამ შედეგი ვერ დადო. შედეგი ვერ დადო. ხო, მაგრამ ეს ხო თვითონ ხელისუფლებისთვის არის ძალიან როგორ ვთქვა, ცეცხლის ხაზზე სიარული, იმიტომ რომ რაც გინდა დაალაგებული გეგმა გქონდეს, ეხლა მართლა ადამიანური შეცდომა არ აბსოლუტურად სწორად ამბობთ, რა კი საჯარო პოლიტიკა მოკვდა საქართველოში. კრიზისი ჩვენ არ ვიცით რა ხდება. ჩვენ არ აყავს პოლიტიკური სახე, რომელიც კონსტიტუციური პირველი პირი არის თოჯინა, რომელიც პროვოკაციულ განცხადებებს აკეთებს და აჩვენა კრიზისმა, რომ მას არანაირი ნასახი არ გააჩნია პოლიტიკური აზროვნებისა, იმიტომ რომ გაამძაფრა სიტუაციები, რა თქმა უნდა, იგი მალე შეცვლილი იქნება და სადღაც ალბათ უნდა ავდანო ეგრე იყო დაფიქრებული ალბათ. ხო, მაგრამ კიდე გეუბნები, შენ ახალგაზრდა კაცი თუ ხარ, რაღაცა ისწავლე, რა სისულელეებს აკეთებ? ინადგურებ შენ თავს, კაი გავიგე, რომ დიდი ფული იშოვე. მოდი პირდაპირ თქვათ, კარგად ახარ, მაგრამ შენ ხო ერთხელ ცხოვრობ ამ ქვეყანაზე. ბედმა გარგუნა რაღაცა ქვეყნისთვის გაგეკეთებინა და შენ რას აკეთებ? პროვოკაციებს აკეთებ და ღირსებით მიდიხარ ევროპისკენ. ან მაგარი პროვოკატორი ხარ, ან მართლა იდეოლოგიისგან დაბოლილი იდიოტი, რომელმაც მეტი არ იცი. ბატონ დემურ, აი ესეთი კითხვა მექნება, მე მეჩვენება რა, მე როგორც ხედავ ამ პოლიტიკურ პროცესს, დღეს წესით უნდა იყოს ყველაზე, დღეს ზუსტად დღეს არა, მაგრამ 2-3 თვის შემდეგ წინ არის მაგალითად ადგილობრივი არჩევნები, იქმნება ისეთი პოლიტიკური ვითარება, სადაც როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია არის მთლიანად განულებული. არ არის ეს ნოყიერი ნიადაგი იმისთვის, რომ მართლა გამოჩნდეს რაღაც ახალი ძალები, ჯანსაღი ძალები, რომლებიც შეძლებენ პოლიტიკურ პროცესში. პოლიტიკოსი არ ყავს. ეს არის გარდაუვალი და თუ შეიძლება ახალბავზად. ესე იგი, ეს არის გარდაუვალი და შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცესი დაწყებულია, მაგრამ გააჩნია რამდენად შესაძლებელი იქნება რომ მინიმალურად აუცილებელი ადამიანი, მოქმედი საღი ადამიანი თავისი ქვეყნისთვის დადგეს საჭირო პოზიციაზე. ეს პრობლემა არის. დიდი მადლობა ბატონო დემურ, სამწუხაროდ ჩვენი სასაუბროდ რო ამოიწურა, ბევრი საკითხი დამჭა ისეთი, რაზეც მინდოდა თქვენთან გამემახვილებინა ყურადღება და იმედი მაქვს მომავალში ისევ მექნება ამის შესაძლებლობა. თუ დამპატიჟებთ, ისევ მოვა. აუცილებლად. უღრმეს მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის და წარმატებას გისურვებთ. შევახსენებ ტელემაყურებელს, რომ პროფესორი ანალიტიკოსი ბატონი დემურ გიორხელიძე იყო ჩვენი სტუმარი. მე ხვალამდე დაგემშვიდობებით, დიდი მადლობა.